სოფელ ახალდებაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ქსელის მოწყობა 2011 წლის იანვარში დაიწყო. უკვე გაყვანილია 3500 კილომეტრის სიგრძის გაზის ცენტრალური მაგისტრალი. ამჟამად სოფელში, რომელიც თბილისის საზღვრებს ეკუთვნის, მაგისტრალის დაქცევა მიმდინარეობს. ახალდებაში გაზის ცენტრალური მაგისტრალი საერთოდ არ არსებობდა, შესაბამისად, იქ მცხოვრები ასი ოჯახი ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობდა. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. თბილისს შემოერთებულ სოფელ ახალდებაში გაზიფიცირების პროცესი თბილისის მერმა გიგი უგულავამ თვალიერა ადგილობრივ მოსახლეობაში ხვდა და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინა. ჩვენი მთავარი ნაკრო თბილისში გაზიფიცირება ყველა ოჯახში მოხდეს პირველ რიგში, შემდეგ უკვე წყლის მიწოდება და წყლის გრაფიკი მოიცავს. ამით რეალურად მოხდება ძირითადად ესეთი სერვისი, რაც ადამიანს, რაც სახლს გამოქვაბულისგან განასხვავებს, ეგ არის რომ ძველი წყალი, გაზი და ასე შემდეგ და ეს საქმეები მოგვარდება. აი როგორც გაზის საკითხი გახსოვს, მე აქ რამდენი ერთი წლის წინ შეიძლება მეტის ვიყავი გაზის თემა სულ წავედით. წლის ბოლოს უკვე ქსელი მთლიანად მოწესრიგებული იქნება და შესაბამისად პარალელურ რეჟიმში დაიწყება ოჯახებში გაზების შეყვანა და ალბათ იმ წლის შუარიცხვებამდე, პირველი თვის იანვრის შუარიცხვებამდე უკვე გაზიფიცირება დასრულებული იქნება ამ სოფელში. გაზის პრობლემა ქონდა აქამდე, ძალიან გვიჭირდა უგაზოდ, რა თქმა უნდა და ეს პრობლემა დღეს იყო მოსული გიგი უგულავა და ყველაფერი კარგად იქნება, ასე ვკითხა.